ქეთინა ნიკიტი დაიბადა ქალაქ ქარეში. სწავლობდა ქარელის მეორე საშუალო სკოლაში, რომელიც ოქროს медаლზე დაამთავრა. შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. 1987 წლიდან მუშაობს ქარელის რაიონულ პოლიკლინიკაში, ექიმ-სტომატოლოგად. ცხოვრობს ქარეში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. სტომატოლოგი ბრძანდებით. ეს უფრო ვაჟკაცური პროფესია. როგორ მოხდა თქვენი არჩევანი? ბავშვობიდან მიტაცებდა ეს პროფესია, მომწონდა ყოველთვის, მაინტერესებდა. ხშირად მითამაშია კიდეც ბავშვობაში ექიმობანა და ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ჩაიწყე სამედიცინო ინსტიტუტში. მე სტუდენტობის წლები გქონდა. კი, რა თქმა უნდა. მე თავს უფლებას მომცემ თქვა, რომ საკმაოდ ვაჟკაცურ პროფესიას ვემსახურები და მეტად საპასუხის მკერდლოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მოითხოვს საკმაო ენერგიას, ძალას, გამბედაობას, ნებისყოფას, მე ვთვლი, რომ ადვილად ვაცმევ თავს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ის რომ ავადმყოფს ვჭირდები, გამბედაობას მატებს, უფრო ვაჟკაცობასაც მატებს და ეხმარება მუშაობაში. თქვენ ყავთ ოჯახი, თქვენ ყავთ მეუღლე, გაქვთ ოჯახი. მეუღლის შესახებ რას ვთქვით, როგორ გაიცანით? შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მეუღლე თვითონ გამეცნო. ეს მოხდა ქარელში. შემდეგ ძალიან მალე მოხდა ჩვენი შეუღლება, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. დავმორჩილდი ბედს და გამიმართლა. ეს კი ბედნიერად ვთვლით თავს. როგორ უყურებს თქვენი მეუღლე თქვენს საქმიანობას? როგორც პაციენტი ძალიან დიდი შიშით უყურებს. ეს მამაკაცების უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. და საერთოდ კი ჩემს ინტერესებს ძალიან აფასებს ჩემი მეუღლე, მათ შორის პროფესიულ ინტერესსაც. ყოველთვის გრძნობ მის თანადგომას განსაკუთრებით პროფესიით. თქვენ ყავთ შვილები, გიორგი და დათო. რას ვთქვით მათში? გიორგი 10 წლის არის. შეიძლება ითქვას, რომ უკვე მეგობრობ მასთან. საკმაოდ შრომის მოყვარეა. დათო უკვე წელკი მყავს. ისე კი ბაძავს თავის ძმას ამათი საქმიანობაში. გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ შენ სკოლაში კარგად სწავლობ. სწავლის გარდა კიდევ რა გიყვარს? სწავლის გარდა მე მიყვარს კიდევ ფეხბურთი. რას ვთქვი, რომელი ფეხბურთელი გიყვარს, რომელი გუნდი? საქართველოს ნაკრებიდან ფეხბურთელი ხლა რომელი მომწონს გააჩნია დაცვაში მომწონს ცხადაძე, რომელიც შესანიშნავად თამაშობს კარებში, კიდევ დევაძე. ისე ძლიერია. თავდასხმაში კიდევ რა გითხრათ? ორი შემიძლია გამოვარჩიო, ესენი არიან გეცბაია და შოთა არველაძე. და საზღვარგარეთის გუნდებიდან? ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებიდან უფრო გერმანია იყო ძლიერად და ბრაზილია. გერმანიიდან შეიძლება 18 ნომერი გამომერჩია. ეს იყო იურგენ კლისმანი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. ხოლო ბრაზილიიდან 11 ნომერი რომარიო. ესენი არიან სულ ფეხბურთელები. დათო, შენ რა გიყვარს? ჩხუბი ლიდკოს აბრაზებ ხოლმე? ესე დაუბრუნდეთ ჩვენ საუბარს. თქვენ როგორ დიასახლისი ბრძანდებით, რომელი კერძების მომზადება გიყვართ? ჩემს დიასახლისობას ალბათ ჩემი ოჯახის წევრები უკეთესად შეაფასებენ. კერძებიდან იყო საძივის გაკეთება, ტოლმის, ნამცხრების უფრო მეტად.
ალბათ ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში აქვს ბედნიერი წუთები. თქვენ რა სიტყვით? ჩემი ბედნიერი წუთები იყო ალბათ ჩემი შვილების დაბადება პირველ რიგში. ინსტიტუტში ჩარიცხვაც. ეს ამ რთული ცხოვრების პირობებში როგორი ნარჩუნებთ ქალიშობას, როგორი ყურადღება? ადამიანი რასაც მოინდომებს, მეგონა ყველაფერს გააკეთებს და ქალები დამოწმულეთ ყოველთვის გამონახავენ დროს იმისთვის, რომ თავის ქალურობა შეინარჩუნონ. როგორ ფასებთ ოჯახს და სამსახურს ერთმანეთს? უნდა გითხრათ, რომ დროის დეფიციტს ყოველთვის განვიცდი. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, სახლშიც პაციენტებით ხშირად ვარ დაკავებული. მაგრამ მივეჩვიე, იცით, ამ ასეთ ცხოვრებას და რაღაცნაირად ვანაწილებ ყველაფერს. ისე დახმარებაც მაქვს ოჯახის უფროსებისგანაც, მეუღლისგანაც და შვილებისგანაც კი. თქვენი საყვარელი საქმიანობა, სურვილები და პრობლემები? ჩემი საყვარელი საქმიანობა, ჩემი პროფესიული საქმიანობა. დავაკონკრეტებთ უფრო პროტეზირება. დამოწმულეთ, რომ ძალიან საინტერესოა. სურვილი უკვე დიდი ხანია მაქვს ეს სურვილი, თანამედროვე ყოფას რაც შეეხება, რომ ქარელში იყოს კერძო სტომატოლოგიური პოლიკლინიკა. ასეთი პოლიკლინიკის არსებობის შემთხვევაში ჩვენი სტომატოლოგების მომსახურება გაცილებით უკეთესი იქნება, უფრო ეფექტური ჩვენი პაციენტებისადმი, ვიდრე დღეს არის. პრობლემებიც აქედან ჩანს. უსახსრობის გამო ჩვენ ამის გაკეთება ჯერ არ შეგვიძლია და ვეძებთ სპონსორს. თუმცა სურვილებს გამოგახმაროთ. რას უსურვებდით ახალგაზრდა გოგონებს და მანდილოსებს? მე უსურვებდი, რომ მათ ქონოდეთ ბედნიერი მომავალი და ვურჩევდი, რომ თავიანთი ქალურობა ყოველთვის შეინარჩუნებინათ. განსაკუთრებით ამ წინააღმდეგობის